ერთ-ერთი ჩემპიონატი იყო, ნუ არ იყო ეს ოფიციალური ისეთი ევროპის და სოფლის ტურნირზე ვიყავით ბიჭები წასულები და შუალედი გქონდა რაღაც რა ისეთი, რომ ახლომახლოს აღარ იყო, არ შეკრება არც და კარგი შედეგები გავაკეთეთ, მოკლედ რო ვთქვა და მე როგორც წესია ბიჭები შეჯიბრის მერე ვჯდებით ხოლმე და ისე მოხდა რომ აღნიშნეთ და შევყევით და ძალიან დავთვერით რა და ფრენა გქონდა ისე რომ ბოლოს რო უკვე ავდექით რო ვიშლებოდით უკვე იყო ძალიან მალე რა სადღაც 1-3-4 საათში იყო ფრენა რა და ჩვენ სასტუმროში რო ამოვედით ეს ბიჭები სულ ყველა კალიდორში მოდივარ და ხმაურობთ რა ეხა გამთენი დილა უკვე 4 საათია 5 საათია და ზოგი არებებზე აკაკუნებს ხო ისე არეული რო აქვს ყველა ზოგი ის და ზოგი რაშება ზოგი კალიასკები როა იმის სასტუმროებში როა რა ზოგი იმით ამოდივართ ზემოთ და შიგნით სპორტსმენების დალევა რა მოკლედ რო თქვა და ეს ბიჭები თურმე ჩვენ კალიდორში სადაც უკაკუნებენ ყველას თურმე აქ ცხოვრობენ ანუ თვითფრინავს ვის მართავს რა? ეკიპაჟი რა მთლიანად თავისი ფრინავებით რა და ისე მოხდა რომ თურმე ესენი ჩვენ ფრენასთან არიან დაკავშირებულები მოკლედ იქ უნდა დაждდნენ რა ეს თქვენ თვითფრინავზე ხო რა ერთი და ახლოს ვართ აეროპორტთან ერმის სასტუმროში და გავაღვიძეთ რა ისე გამოვიდა სულ ყველა რა სასტუმროებში ისენი რო ესე ჩანთებითიც აქვთ რა ეს სანისიც დააქვთ ხო ის დააქვთ რა ეს საგორ ეტლი ეგრეთ წოდებული ეტლი კი და რო შევედით თუ სასტუმროში ამას ამ ჩვენმა ძმამ დამსვა და სახელს და გვარს არ ვიტყვი ლიფტში შემიყვანა ავედით ჩვენ ანუ ბარგის მაგივრად ვიყავი და მე წამოწოლილი ვარ აქ და ანუ ნასვამები ვართ და დაგაგულავებს აქეთ ავედით თუ არა კალიდორში და ხმაურში ვინც პირველი კარები გააღო ამ ერთ-ერთმა ფრინავმა იმის ოთახში შემაგორა მთლიან. ვიჯო რა მაგარი ამბავია. რო გამოვიდნენ და აქ რაღაცა ჩხუბი დაგვიწყეს რა. აქ ჩვენ საკიდან რაღაცა შელაპარაკება ისი არა რა. აითათ რომ ნასვამები ვართ რა მოხდა ის და თურმე ჩამოდივართ დაბლა და ისინი ყველა დაბლა ხვდებიან და ხსნიან თურმე იმიდან რა. რეისიდან